ვისაც სწამს უფლის, მისთვის ძალიან მარტივია ამ ვიდეოს გააზრება. როდესაც ნოე თავისი ხომალდით გაჩერდა არა არარატის მთაზე, არამედ ლუბარის მთაზე, დიახ, არარატის მთას ადრე ერქვა ლუბარის მთა. არარატი, ანუ არარტა, ურარტუ არ არსებობდა ნოეს დროს. ურარტუელები არიან არფახადის შთამომავლები. შესაბამისად, არფახადი იყო ნოეს შვილი. ამიტომაც არფახადის შვილთაშვილი ურარტუელები ვერ დაარქმევდნენ ნოეს დროს მთას სახელს. ანუ არარატის ძველი სახელი არის ლუბარი. ლუბარის მთის სიახლოვეს ნოემ დაარგო და შემდეგ მოუარა და ნაყოფიც მიიღო ვაზისგან. ეს ნაყოფი მან მალევე დაწურა და საწნახელში თუ ქვევრში დაყენებული ღვინო არა იმავე წელს გასინჯა, არამედ 1 წლის დაგვიანებით. დიახ, ღვინო შექმნა ნოემ, ანუ პირველი ღვინო დაწურა ნოემ, ხოლო ლუბარის, ანუ დღევანდელი არარატის მთა, მაშინ დასახლებული იყო ნოეს უმცროსი ვაჟის იაფეტის ოჯახით. ანუ ქართული ტრადიცია რომ გვაქვს უმცროსი შვილი რჩება ფუძეში, ხოლო უფროსი გადადის ფუძიდან, აი სწორედ აქედან იღებს სათავეს. ჩვენი ძვირფასი ქრისტიანი მეზობელი სომხები არიან სემის ვაჟი არამის პირდაპირი შთამომავლები. შესაბამისად, ისინი არარატის, იგივე ლუბარის მთიანეთში არ სახლობდნენ. სემი სამხრეთით გადაცხოვრდა და შექმნა ქალაქი ბაბილონი. იგივე სედეთ ქელებაბი, ანუ მარტივად რომ გითხრათ, სომხები ვერ დაწურავდნენ პირველები ღვინოს. პირველი ღვინო თუ ლუბარის, იგივე არარატის მთიანეთში დაიწურა, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს სომხებმა გააკეთეს. არა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ რთველში მონაწილეობას იღებდა ნოე და მისი უმცროსი ვაჟი იაფეტი. და რასაკვირველია იაფეტის ოჯახობა. ძალიან მარტივი დასამტკიცებელია ეს ყველაფერი. სემის არც ერთმა შთამომავლმა არ იცის ღვინის დაწურვა. ქამიტებს ფიზიკურად ვერ ექნებოდათ ღვინო, იმიტომ რომ ისინი ისეთ კლიმატში ცხოვრობდნენ, სადაც ვაზი ფიზიკურად ვერ გაიხარებდა. იაფეტმა თავის შვილებს მარტო ვაზის მოყვანა, დაწურვა და მერე ღვინოთ ქცევა და ღვინოს შემდგომი პატივისცემა კი არ ასწავლა, ბევრი სხვა ტრადიციაც ასწავლა, რომელთა უმეტესობა დღესდღეობით ქართველებს გვაქვს შემორჩენილი. ამიტომაც ვინც ქრისტიანია, მას ეს ყველაფერი სწამს და ვინც არ არის არც ქრისტიანი და არც თეისტი და არის დარვინის სექტის მიმდევარი, რა ვიცი, გაუმარჯოს ღმერთმა, მაგრამ ეგ გზა, სადაც მთავრდება, ძალიან კარგად ვიცით. წინ ჩიხია. სადაც არის სიმართლე და სიკეთე, იქ არის უფალი და სადაც არის უფალი, იქ არის გამარჯვება. მოიტყუებთ თავს, იქნებით სიცრუის ზემოქმედების ქვეშ, რაც არ უნდა ლამაზი ტყუილი იყოს, ტყუილი მაინც ტყუილია და არაფერს არ შეჰმატებს ადამიანს, პირიქით დააზიანებს. უფალმა ყველაფერი ძალიან კარგად იცის, ვინ არის იაფეტის ხაზში, ვინ სემის ხაზში და ვინ ქამის ხაზში. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.